იქნება დუნდულა კუნთების გასამაგრებელი პარჩიშები. დაწეკით ახლა მუცელზე, ფეხები დაიჭირეთ მხრების სიგანეზე, მუხარეთ მუხლებში და აიტანეთ მუხლები სევით, ჩამოიტანეთ ყვებით. მაღლა, ბარძაყები კარგად აიტანეთ სევით იატაკისთან. სევით როად ის აი აქ უნდა იქნას დუნდულა კუნთები მაგრდება, ჩამოდის მერე მუხლები ყვებით. ამოსუნთქვით სევით აიტანეთ და ჩასუნთქვით ჩამოიტანეთ ყვებით. თავიდანაც მოხერხებულად ეზი შევძიოთ პირდაპირ, ან გვერდით, როგორც თქვენ გესიამოვნებათ, ქუსლებით აძებეთ, სევით ყვებით. ეხლა აქედან გადმოდით მუხლებზე და ფეხი მარჯვენათი დაიწყეთ, წავიდა სევით, ჩამოვიდა, არ დადოთ იატაკზე. სევით ისევ არ დადოთ. ეხლა ეს სევით რო ადის ფეხი, აი ეს კუნთი უნდა დაიძაბოს და წელი ქვევით არ ჩაგვიტანი გასწორებულია. ზურგი არის ზუსტად ერთ ხაზზე. ხელები ეს მაჯები დავაკვირდით. მხრებს ხვევით უნდა იყოს არც ძალიან წინ, არც ძალიან შიგნით. სტანი უნდა იყოს სწორ მდგომარეობაში. ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა. კარგად დაიჭირეთ ტანი ერთ ხაზზე. ერთხელაც გააკეთეთ. ეხლა ესე გვერდულად შემობრუნდით, იდაყვიდადეთ ხაზს ქვევით ზუსტად და აქედან აზიდვები და ფეხის ედენ. მარჯვენა ფეხით ხო აკეთებთ, ახლა მარჯვენა ფეხი ადის სევით. ძალიან ამ ხელს არ დააწვეთ, წონა გადაიტანეთ წვირზე, მუხლზე და აი ამ ნაწილზე, რომელიც მერე იდება იატაკზე. ხელი შეგიძლიათ სევით დაიჭიროთ, ან დაიჭირეთ წელზე, ან თუ გინდათ ესე დადეთ ყვებით წონასწორობისთვის, როგორც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, ისე იმოძრავეთ. ერთიც კიდე და მეორე მხარეს. ეხლა მარცხენა ფეხით ვაკეთებთ იგივეს, ისევ დავუკვირდით, ხელები ზუსტად მაჯები არის ხრების ქვევით. ზურგი არც მოხაროთ, არც ძალიან წინ არ გაიჭიმოთ, არაფერი რო არ დაიზიანოთ. წელი გააჩერეთ ერთ ხაზზე აუცილებლად. ხელს გავაკეთეთ და ისე გვერდულად უდაყვიდადეთ, დაეღრდენი და აწევა. ძალიან არ დააწვეთ ახლა ხელს, გადმოიტანეთ ფეხზეც სხეულის წონა. პრესი მობილიზებულია, არ მოვატუნოთ მუცლის კუნთები, ეს გვერდით კუნთი მონაწილეობს ასევე აი ამ აზიდვის და სხეულის ჩამოტანის პროცესში.
ერთხელაც ეხლა ისევ მარჯვენა ფეხით ავიდა ზევით, გამოვიდა გვერდულად მოხრილი, გაიშალა, ეხლა გაშლილი გვერდულად. მოიხარა გვერდულად, გაიშალა გვერდულად. ნელა გააკეთეთ, ეს ცოტა რთული ვარჯიშია და საკმარისად კარგად ამუშავებს გვერდითა კუნთებს. ასე რომ დაუკვირდით, რომ დაძაბულობით წელიქხვებით არ ჩამოვიდეს, სხეული აუცილებლად ერთ ხაზზე უნდა იყოს. ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა. ერთიც და ეხლა მეორე მხარეს ვაკეთებთ იგივეს. ზევით ავიდა და გვერდულად მოხრილი, გვერდულად გაშლილი. გვერდულად მოხრილი, გვერდულად გაშლილი. წელი დაიჭირეთ, ზურგი ერთ ხაზზე გაქვთ, უნდა დაიძაბოს გვერდითა კუნთები, არ უნდა დაიძაბოს წელი. ეხლა დაწექით ისევ მუცელზე, ფეხები გაშლილია, მოხარეთ, ტერფები დაძაბეთ, ჯერ მარჯვენა ფეხი ადისივით, მერე მარცხენა. მარჯვენა, მარცხენა. კარგად ზემოთ აიტანეთ, მაქსიმალურად, რამდენადაც შეგიძლიათ. თითოჯერაც ერთი და მეორე. ეხლა განმოყრდით ზურგზე დაწექით, ფეხები ცოტა წინ წაიღეთ, ხელი უძლებს სუსტად ხრების ქვევით, მინჯი ზევით და ქვევით. ქუსლებზე დგას ფეხები, მოხრები ხრების სიგანეზეა, ესე ზევით ატანის დროს ეს მინჯი აქაჩეთ, ეს დაიძაბა, ჩამოვიდა ქვევით. ზევით, ქვევით. ჯერ წელი დადეთ, მერე ტაკო და არა პირიქით. წელი ზევით ესე არ უნდა დარჩეს. იატაკზე უნდა დაიდოს ბოლომდე. ერთიც და გააჩერეთ ეხლა ესე ერთი წუთი გაჩერებულია ტაკოს ზევით, ქვევით არ ჩამოიტანოთ. ეხლა მუშავდება როგორც ის ნუდულა კუნთები, ასევე ბარძაყის ქვედა მხარე, ეს ადგილად. ქვევით არ ჩამოვარდეთ, დაიჭირეთ კარგად ზევით, გაამაგრეთ კუნთები.
ცოტა დარჩა, სულ რამოდენიმე წამი და დავამთავრეთ. ნელა დავუშვით ქვევით, მოიხარა მუხლები